ამერიკას იმ პერიოდისათვის მთვარეზე ასტრონავტების გასაგზავნად ტექნოლოგიები არ გააჩნდა. არაერთი მცდელობის მიუხედავად 15 წლის მანძილზე მთვარეზე გაფრენა ვერ მოახერხეს და ამის შესაძლებლობა მხოლოდ 1969 წლის ივლისში მიეცათ, როდესაც ხელშეკრულების ვადა უკვე გასული იყო. პრეზიდენტის უცხო პლანეტებთან შეხვედრა თებერვალში შედგა და შესაბამისად ხელშეკრულებას თებერვლამდე მოქმედებდა. აპოლო 11 პირველი პილოტირებული მისია იყო მთვარეზე. მან ეკიპაჟის 3 წევრით ნილ ამსტრონგი, ედვინ ბას ოლდრინი და მაიკლ კოლინზი დედამიწა 1969 წლის 19 ივლისს დატოვა და 20 ივლისს ასტრონავტები მთვარეზე გადავიდნენ. რა დაინახა პირველმა ადამიანმა მთვარეზე? ამასთან დაკავშირებით უპირველეს ყოვლისა მთვარეზე მყოფი ნილ ამსტრონგის და ნასას წარმომადგენლის დიალოგი უნდა გავიხსენოთ, რომელიც ამერიკელმა რადიო მოყვარულმა მოისმინა. რა არის ეს რაჯანდაბაა? რა ხდება? რაიმე გაფუჭდა? აქ დიდი ობიექტებია, სერ, უზარმაზარი, ღმერთო, აქ სხვა კოსმოსური ხომალდები არის. ისინი კრატერის მეორე მხარეს არიან, მთვარეზე არიან და ჩვენ გვაგვირდებიან. შედარებით მოგვიანებით პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ამერიკელებს მთვარეზე აგრძნობინეს, რომ ადგილი უკვე დაკავებულია და დედამიწელებს იქ არაფერი ესაქმებოდათ. თითქოს და უცხოპლანეტელების მხრიდან ტრული დამოკიდებულებაც კი იყო გამოვლენილი. ნასამ რა თქმა უნდა ყველაფერი უარყო. მაგრამ ასტრონავტებმა სერნანმა და შმიტმა რეალურად დაინახეს უცნაური აფეთქება მთვარეზე მყოფ მოდულზე და ეს ინფორმაცია ორბიტაზე მყოფ ასტრონავტებს გადასცეს. დიახ, ანტენა აფეთქდა, იყო პასუხი, ვიდრე აფეთქება მოხდებოდა. მას რაღაცამ გადაუფრინა. ამ დროს საუბარში მეორე ასტრონავტი ჩაერთო. ღმერთო, ვფიქრობდი რომ საერთოდ აგვაფეთქებდა ეს რაღაც. მარტო შეხედეთ ამ რაღაცას. მთვარის ექსპედიციის შემდეგ ამერიკელმა კონსტრუქტორმა ვერნერ ფონ ბრაუნმა აღნიშნა, რომ არსებობს არამიწიერი ძალა, რომელიც უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა. სხვას ვერაფერს გეტყვით ამ თემაზე, უფლება არ მაქვს. სავარაუდოდ მთვარეზე მყოფები არც თუ ისე კარგად შეხვდნენ დედამიწის სტუმრებს, რადგან კოსმოსური პროგრამა აპოლონი სასწრაფოდ დაიხურა. ორი სხვადასხვა პლანეტური ცივილიზაციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა იმდენად ცივი იყო, რომ მთვარე, როგორც ამერიკამ, ისე საბჭოთა სოციალისტურმა კავშირმა ათეულობით წლის მანძილზე დაივიწყეს იმ მოტივით, რომ იქ არაფერი იყო საინტერესო. რაც შეეხება ზემოთხსენებულ დიალოგებს ასტრონავტებსა და ნასას წარმომადგენლებს შორის, ის როგორც ნასამ, ისე ხელისუფლებამ უარყო. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში.